აი ახლა კადრით აგვიღეთ ყველა ამაზე უფრო ფერადი თუ შეიძლება დედამიწაზე რამე არსებობდეს ვერ წარმომიდგენია და ეს დღესასწაული მოგვიწყო ერთმა პატარა გოგომ რომელსაც ალბათ რომელიც ძალიან დიდ სიმხიარულეს იტევს საკუთარ თავში ხო აი ესეთი ხიარულები ვარ, ფერადოვნები. ესეთი გაზაფხული მოვიდა, ჩემი თავი დავინახე, ხა და ძალიან მომეწონა. და რა მაწერია აქ, აბა წაიკითხეთ? გაწერია სმაკი. საქმე ის არის, რომ ჩვენ დავიწყეთ მოძრაობა, რომ გავაფერადოთ ჩვენი ცხოვრება და ყველა ადამიანი, როგორ გავხადოთ ეს შავები. როგორც იქნა და აი ძიმას როგორ გავხადოთ. ჩემი ზომა არ იყო უბრალოდ, თორე რაღაც ხანაერად ვარ ჩასმული დღეს. თქვენთვისაც შევქმნი რამეს თქვენ ზომა. მოდი გავაცნოთ ეს ახალგაზრდა შემოქმედი ადამიანი, რომელიც ქსოვს, კერავს, ძერწავს, ალბათ ხარგავს, ყველაფერს აკეთებს, ეს გახლავთ სმაკი. სახელს და გვარ თვითონ გვეტყვის. ხო, გვეტყვის რა ქვია, რა კვარი და რატომ სმაკი? გავაჭოთ, ესე იგი ვარ მაია სირაძე. ხო და რატომ სმაკი? ესე იგი აკადემიაში როცა ჩავაბარე, ანუ სულ ესეთი რომ დავდიოდი თანაჭრელი ეჭრებლისთან სმაილები მიყვარდა ძალიან. შემოვქე სმაილა, მაკი, ერთმა მეგობარმა მოდიო ნაზავი გავაკეთოთ ამისი და ეკლექტიკა ბოლოს სმაკი შემორჩეკნა და დამიწერა მაინც სმაილი, ანუ სმაილი ღიმილიდან გამომდინარე იყო ეს. ხო და სანამ შემოქმედებაზე გადავიდეთ, ეს ხასიათი გაქვს. ასეთი მზიანი აისახება, ხო, ზუსტად ესეთი ხასიათი მაქვს. ეს რაღაცა ტელეფონის ჩასადებები აქ არის ჩანთახელსათმანები ტელეფონის ჩასადებები ხულდები სამკაულიც კი არის რომელიც აი ნინოს როგორ უხდება სამკაული ამკაბას კი აკადემიაში რა განხრით სწავლობთ? პირველს მოდის დიზაინზე სწავლობდი, კერძო ტრიკოტაჟზე, ნუ პრინციპში ხო, ვისაც კი ჩანსა. ხო, ბავშვობიდან ვქსოვდი ხოლმე და ბოლოს გადავწყვიტე აკადემიის ჩაბარება და მე ავირჩი ეს მიმდინარეობა. ეს მისწო. აი ეს მიმდინარეობა, ეს მიმდინარეობა. ანუ ტრიკოტაჟი და მე შევცვალე ეს უკვე ახალი ეს ნამუშევრები. დიახ. ქალების არის ხო ყველაფერი? რატო? არა, პრინციპში ბიჭებსაც ეცვა, სხვა შორის ხო, ბიჭებსაც ეცვათ. ხოდი გიხდებოდა რატო? გული ცხელა ეხა უბრალოდ რა. და რა მაინტერესებს იცი? მესმის რომ ეს მაინც რაღაც გარკვეულ თაობაზე არის გათვლილი, მაგრამ ის თაობა, რომლისთვისაც შენ შექმენი, ანუ შენი თაობა, ყიდულობს ამას? სხვა კი. კი, აი უხარიათ ამას. უხარიათ, რა თქმა უნდა, ხო, ყველგან ერთადერთი ხარ, რომელსაც ასეთი რაღაცები აქვს და მოკლედ ჩემთან ყიდულობ ხოლმე ასეთ ჭრელ ნამუშევრებს. აი სიმუქია ხო სტადიონზე ყველგან სიმუქები არა როგორ თვითონ მარტო შენი ზალისხმევა არის საკმარისი ხარ რა შედეგი გამოიღო მითხარი აბა როგორ გაფერადა შენი გარემოცა ეტაპობრივად ვითარდები და ჭრელდებით ნელ-ნელა ესე უცებ ვერ მოხდება მithumetes ერთის ხარჯზე ნუ მეგულებიან კიდე მეგობრები რომლებიც რაღაც ჭრელ რაღაცებზე მუშაობენ და რაღაც ერთობლივად ძალებით შევქმნით რაც უყურებ ხა ბევრ რაღაც არის ზამთრის ანუ თბილი, ანუ ზამთარში უფრო მაგარია რა ჩამნელებული რა და ნისლი და თოვლი და ერთი ბათინკები მაქვს ესეთი პატარა კუბიკებით სუჭრელი და ზამთარში ყველა შავები უეცია. მოხატულია. ესენი ხო, ყავებისგან ეს გაკეთებული. ვინ არის საერთოდ? აი შენი სმაილიდან ხო? ჭარბი ყველგან ეს ყველგან ხო. ვინ არის ეს? ვინ არის? აი მე სახელი შევა. ხო, გაკვირვებული. აი ეს გაკვირვებულია. გაოგნებული სახით იყურება მიყურეს. ამ შავ ტანსაცმლიან ქალაქში როგორ მოხდა ესეთი ფერადი ადამიანი გაკვირვებულია. მე ვიქნები ბედნიერი თუ ახალგაზრდები ივლიან და ქუჩაში შევხვდები ადამიანებს, რომლებსაც ეცმევათ ჭრელად, რაღაცნაირად აი ესე შემოქმედებითად, თავისუფლად, ხიარულად. მე უნდა ერთი საიდუმლო. ეს ძალიან გადამდებია. ერთი საიდუმლო უთხრა საიდუმლო რეკლამის დროს რაც მოხდა, როდესაც დავესიეთ და ვიზომებდით ყველაფერს, უცებ რაღაცაზე სმაკი თქვა, რომ არა ესო ძალიან ჭრელია, გადამეტებულია ეს ამდენი აქსესუარი ერთმანეთში. ანუ მისთვისაც კი არსებობს. სიჭრელის ზღვარი. გადატვირთული თლად არ უნდა იყოს, რაღაც შეხამება უნდა იყოს, რაღაც კარგი. მე არ ვთვლი ხარ რომ შენ გადატვირთული ხარ, თუმცა ჩემზე იყო ლაპარაკი, იმიტომ რომ ყველაფერი ერთად მე მიყვარს ბევრი ფერი ერთად არეული, თუნდაც ერთმანეთს. თუმცა აი ამან მომხიბლა მე მგონი ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია. შენ ესეთია ზოგადად? კი, ანუ ესე დავდივარ ხოლმე და ყველასას ეს არის სმაკი და ჩემ ხელწერასაც ცნობენ, იმიტომ რომ ვინმეს რამე თუ აქვს ჩემი, ყველა ხდება რომ ეს ხო სმაკისია. ერთი რაც შევამჩნიე, რომ ფუნქციურია ყველაფერი, იმიტომ რომ ხშირად დიზაინერებს ხო
ახასიათებთ ასეთი ასე ვთქვათ, გადახრაკი არა, ცოტა უტრირება და ფუნქციური დანიშნულება ეკარგება ნივთებს ამ სილამაზისა და რაღაცების მიღმა. ყველა შენი ნივთი პრაქტიკული, ახლა ქრისტოს თავზე რაც ადევს და რომელიც აი ნამდვილ პრინცესას გეხარ საბურავში, სინამდვილეში აი ეს ადგილები, ყურის ადგილები არის ფუმფულა, დათფილული და ანუ ჩვეულებრივი ზამთრის ყურების დასათფობი ბადიათ, რაც ქვია მას? ხუტყურა, ხო. ხუტყურაჯობია. თან არის ჭრელი რაც თავარია. და არის ჭრელი რაც თავარია. ჭრელი, ხო, მაგრამ თან ყურებს იცავს. ძალიან თბილი ჟილეტი გაქვს. იყრება. ძალიან თავისი ჯიბე ჩანთაც აქვს. დიახ ბატონო. შერაგა. აი ამის ფუნქცია არ ვიცი. ცოტა პატარა, ეს მე ვიცი ამას რა ფუნქციაც აქვს. მიჩქარე მე მგონი ამის ფუნქცია მე. ესენი კლაჩებია. პატარა ჩანთა. პატარა ესე უდიაროთ. ერთმანეთს ნაკრებია. ერთი კონცეფცია. რა მაინტერესებს, გამოფენა გქონდა, გამოფენის შემდეგ შეკვეთებით გქონდა, რაც ძალიან მახარებს ვიმეორებ და ეხლა კიდე ემზადები გამოფენისთვის. კი, ეხლა ემზადები გამოფენისთვის, ან ეხლა რაღაც შეკვეთები მაქვს, მინდა დავასრულო შეკვეთები, რაც შეიძლება, მალე რომ გადავიდე, უკვე გადავერთო აბსოლუტურად მაქსიმალურად გამოფენისთვის, იმიტომ რომ გაზაფხულია უკვე მაისისთვის გეგმა, თუ მოვასწარი მithumet აი გასოვები არ იქნება. ანუ ყველაფერი უნდა გავაკეთო, ანუ ზუსტად არ მინდა ეხლა ის დავაფიქსო ის იდეები და გეგმები, მაგრამ ანუ ყველაფერი მინდა გავაკეთო, შერწყმა მინდა იყოს ამ ყველაფერს. ნაქსავებიც იქნება, ტყავებიც იქნება, ნაჭრები, მაიკებიც იქნება მithumet-ად. კი, ქართველებიც და ისეთები ვართ, რაღაც რომ მოგვეწონებას, არასეზონურს არ ვყიდულობთ ხოლმე. ვიყიდით მერე მაგალითად. მაგრამ ყველაფერი მინდა გავაკეთო, ყველაფერი მინდა მოვათავსო ამ გამოფენაში. გაზაფხული, ზაფხულს, ანუ იდეაში რაც მომივა, ის უნდა გავაკეთო. არ იქნები შეზღუდული სეზონში. ახლა ხდება თანხები, ფინანსები. როგორც ბიზნესი, როგორ მიდის საქმეები? ანუ მიდის კი. არა, ხო ჭირდება ახლა ამის კეთებას, დრო უნდა ჯერ ერთი შრომა და მე ანუ ნაჭერი გინდა მილიონი რაღაცა, რა ვიცი ახლა. ხო, აი ახლა ზუსტად ანუ შეკვეთები რო აქვს, ვაგროვ ფულს რომ მე ანუ ამ დაგროვილი ფულით გავაკეთო გამოფენა, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა მჭირდება. ხო და მუშაობ მარტო ხო? კი, მარტო მუშაობდი ახლა. თან ისეთ რაღაცას ვერც რავის ვერ ვეტყვი, რომ მოდი, იმიტომ მე თვითონ არ ვიცი ზუსტად რა როგორ გამომივა. ანუ იქ შეიძლება რაღაც ორი თვალით ნაკლები უნდა იყოს და იმას ხო ვერ ვეტყვი. ანუ მე პროცესის დროს ხვდები პროცესში რა როგორ უნდა იყოს და წინასწარზე ვერ განსაზღვრე. შეკვეთები მაქვს, ვინ არის შენი დამკვეთი, ის ზოგადი სახელოვანი ბავშვები ესე თქვა ახალგაზრდები. ახალგაზრდობა, ხო, აი სხვაჯერს ქალებმა ჩემიკვეთეს აი ესეთი რაღაცეები. ოღონდ ბურთულებიანი იყო. შენთვის ქალები ალბათ 25 წლიდან. არა, არ დავასახელებ. მე 23 წლის ვარ. ძალიან ნიჭიერი და კარგი გოგო ხარ. რამე თქვა თან სპექტაკლისთვის ასეთი დაკვეთა ხო არ ქონია რაღაცა ღონისძიებისთვის მქონდა სპექტაკლი მქონდა არა სხვა გქონდა სხვა იყო რეჟისორი და იმისთვის გავაკეთა კი ძველი კოლექციიდან სხვათა შორის ზუსტად იმედზე ვიყავი მგონი და იქიდან დაინახა რეჟისორმა მე დამიკავშირდა როგორ ყავს გავაკეთე იქ კოსტუმები არა ორ პერსონაჟს გავუკეთა მგონი როგორც მახსოვს ზუსტად არ მახსოვს მგონი ორი იყო მიგიღია მონაწილეობა მე ენ რაოდენობით გქონდა ჩვენებები უკვე აღარ მახსოვს ან ძველი კოლექციის კი შენი ჩვენებები თუ თქვათ ფეშენ ანუ პერსონალური არაზოს არ მქონია ხო ფეშენუგზე მქონდა ბინექსზე მქონდა კიდე აღარ მახსოვს უკვე რაც გამომახსოვდა ხმარებაში როგორია შენი ნაკეთობები კარგი ირეცხება ხო საერთოდ ხარასაც ვაკეთებ აქამდე ვფიქრობდი რომ ანუ გავაკეთო ის რაც მომივა და ახლა კიდე ვითვალისწინებ იმას რომ ეს უნდა იყოს პრაქტიკული გარეცხვისთვისაც აი ეს მაიკე მაგალითად ხო ან ფერების გადასვლას არ ექვემდებარება ფერების გადასვლას ხო არა მაგრამ მაინც ცოტა ფრთხილად უნდა გაირეცხოს ანუ ამის ხომ არა ძალიან მომწონს ეს ქურთუკი ძალიან ლამაზია ძალიან ლამაზი არის ნამდვილად და საით მიდიხარ, საით მიდიხარ. მაგრამ აი როგორ გავრეცხა? არ ვიცი, ეს საით წავა. გავრეცხა მას? კი, წარმოგიდგენია სვაკი ერთს რომ გაიგოძოს და დეპრესია. ყოველთვის ხელით არის გასარეცხი. წარმოიდგინე ერთ დღეს რომ გაიგოძოს შავებზე რომ გადავიდეს. ხო, ზუსტად. მოწმენდი რომ არცეგან არის დაფორებული. მე მგონი რომ შენ არ დეპრესია არ დაგეწყებ. ხო, აი იცი იმას დეპრესიას საერთოდ არ ვარქმევ, რაღაც სულად. ეს რაღაცა მიდაყოფს, აი სიტყვა. აი, ეგრება რა. ხო, დეპრესიაში ვარ ცოტა. არა, მობილური ჩაცმულდახურული მობილური. ხო, ხო, ცხოშერ ძალიან ლამაზი. ხო. ესა ხო, ეს მაგარია.
აი ეს გამჭვირვალე რა არის? მესმის რომ და ალბათ გათვალისწინებულია რეცხვისთვის და კი, ანუ ეს არის პევეხა. და პევეხა, მას ქვია თვითონ ამ გამჭვირვალე ნაჭერს. ანუ კლიონკასაც მეძახი. ხო, ანუ კლიონკაც, ხო, პრინციპში შეიძლება კლიონკაც დაერქვას ამას. და შენ კიდე თქვი რომ ანათებს რაღაც დეტალები ვიოდე რა. ხო, ეს ყველაფერი ეს ყვითელი რაღაცა სტაფილოსფეროს ანათებს ის. ფოსფორის როგორ ეგეთი ძაფი შეერეს მე რაღაც. არა, მე არ ვუსმენ ეგ აღმოჩენა იყო ეს. არა, აი ეს ეგეც ანათებს რაც თქვენ გიკიდიათ. ჩახრებ შუგი. ეცები ანათება გინდა. ანუ ეს ნაკსავანა ძაფი ანათებს. კი, ეგეც და მოვიძი. ჩავაქროთ რა შუგი არა, ლურჯი განათება უნდა. ლურჯ განათებას. მაიკაზე მაქვს ფოსფორის საღებავებით, ხო ის. აი, თუკი ჩავაქროთ, დავანთოთ, რამე არ დაიწას. არა, ხლა არა, იმიტომ დაწენვა უნდა მაინც ხო ის ფოსფორი და უნდა მიუშვირო ცოტა განათებას რომ ჩაქრება მე ანათებს. მოდი ჩავაგრო. არა, არა, ეხლა ვერ ჩავაქრო. არა. ისაც გაინტერესებს შეიძინეთ და ჩააქრეთ. აქვეც და არა, ეს მაისურები საჭირო ხან ქრება ხოლმე ამ ბოლო დროს სინათლე შენ გაანათებს. ამიტომ ქრისტიან რაც კითხა მეორდება ამ კოლექციაში მეორდება ეს პირდაბრჩენილი გაკურებული კაცი და აი კოლექციებს ამით განასხვავებ ერთმანეთისაგან გეცვლება ეს პერსონაჟები ძილინების აბა დატენილია ყველაფერი აბა განათება გვინდა ახლა ჩვენ ლურჯი განათება არა ეხლა ლურჯი განათება გვინდა მას შეიძლება არ გაიგო ეს არის სოლებრივი სტუდია ხო და მაგიტა მაგრამ ჩვენები აი ნახე შეხედე ჩემი თვარանը ეხლაც კი ამ ნახევრად სამსახურზე ანათებს დიდი მადლობა ავანთოთ ისე ზოგჯერ ცხოვრებაში დგება ესეთი პერიოდები რასაც გინდა რომ შენ არ ჩანდე და ჩანდეს მარტო სამკაული მე იცი რა ვთქვი ხა ეს გაკურებული გამომეტყველები რატო აქვს იმიტომ რომ ესეთი ჩასული რომ დადეს ესე უყურებს ხალხს ესეც ეჭრანე ანუ ნამდვილად მასე ხო ანუ დამაინტერესა რომ შემდეგ კოლექციაში ეს შეიცვლება ეს პერსონაჟი იცვლებიან როგორ არის ეს პირველი გავაკეთე და ანუ ეს ყველაფერი მაგ გაყიდული და ყოველ მხრივ ესეთი გამიკეთე აღარ თავის თოთხოვნა შევცვალე იგივე თვალებს და პირსხობარ გავუკეთე და კიდე ყოველს მაგიტო გავუკეთე სხვადასხვა თორემ მე ხო დიდად აღარ გვიждები ამ სახეებზე და ახალი რაღაცა მინდა გავაკეთე ესე მანქანებზე უკიდია ის ბიჭონა ბატონო თუ მანქანებზე არ უკიდია არა ეს არ უკიდია ხო შეიძლება დაკიდო რა ყველაფერი შეიძლება ამას ის აქვს რა ქვია ამას კერცაბნევი გულსაბნევი ძალიან გაგვიხარისე კაია რაფერად ყველაფერი ჩვენ აუცილებლად მოვალთ გამოფენაზე აუცილებლად შევიძენთ კიდევაც ალბათ რაღაც მუშამოქმედი ტელეფონია მუშამოქმედი ტელეფონი ყოფილა აი მე მგონი უნდა გამიგე ეს მოვიდა ხა უყურებს ვიღაცა და მისწერეს და მე გვექცევს ეხლა მომეცი ესეთი ჩვენთან ცხოვრებაა მოკლედ დუხს ჩქებს და დიდი მადლობა რომ ასე გაგვეფერადე არქასიაზე დაგვეყენე და წარმატებები და ყოც გვხარი შენაირი ნიჭიერი ადამიანების გაცნობა დიდი მადლობა ხალისიანი და ფერადი წავედით რეკლამასა და დაუბრუნდებით